ოპერატორში მე მას დავემშვიდობები და მივესალმები ვიქტორ ყიფიანს, ორგანიზაცია GeoCase-ის თავმჯდომარეა ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით. მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე თქვენი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ ვნახე და მინდა საგარეო მიმართულებით ვისაუბროთ, თუმცა ამ ფაქტზე შეფასება მაინტერესებს თქვენი. ზურა ჯაფარიძის დაკავება და შემდგომ უკვე პატიმრობისთვის გამზადებული პოლიტიკური ლიდერები. ეს ვის რა ბენეფიტს აძლევს პროცესში? ქართულ ოცნებას უფრო მეტს ოპოზიციის განეიტრალებით თუ ოპოზიციას ვინც არ ემორჩილება არ იხდის გირაოს და მას აიძულებს რომ ის დააკავო. უსუდან აქ ალბათ სიტყვა სარგებელი ვერ გამოვიყენებდი, უბრალოდ ლოგიკა არის. მოვლენათა განვითარების ლოგიკა არის განვითარების სიმგვარი, რაზეც ჩვენ არაერთზის გვითქვამს რომ ეს ჩარხი რომელიც ჩაშვებული არის, თავისით არ გაჩერდება მანამ სანამ. ამიტომ ეს დაპატიმრება იქნება პოლიტიკოსებზე ძალადობა თუ ასე შემდეგ ეს ერთიანი სცენარის შემადგენელი ნაწილი არის. ამიტომ აქ სარგებელი სიტყვას ალბათ ბოლომდე ვერ გამოიყენება. ეს არის მოვლენათა განვითარების ლოგიკა, ეს არის დამახასიათებელი ასეთი პროცესად. და რაღაც ახალი ეტაპია თქვენი აზრით ამ პოლიტიკურ პროცესში? შეიძლება ჩვენ ახალ ეტაპად მოვმართოთ თუ გნებავთ ეტაპი ვეძახოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დინამიკაში განვითარებული მოვლენები და ჩვენ თუ ეს არ მოითოკა, თუ რამენაირად რაღაცა არ გააჩერა ან ვინმე არ გააჩერა, განვითარებას პოვებს აუცილებლად კიდევ შემდგომში. ამიტომ რო გითხრათ ახლა რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ აი გულწრფელად გეუბნებით ახლა ზედმეტი მოჭარბებული ყურადღება რომ გავამახვილოთ, არა იმიტომ რომ უმნიშვნელო არის, ეს არის დამახასიათებელი ასეთი მოვლენებისადმი. ამიტომ ამ ხრივ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ალბათ არ უნდა ვეძებოთ. ან ლოგიკურად მოხდა ის რაც მოხდა და შეიძლება ასეთი მოხდა ის რაც მოხდა და მეცაც გეტყვით კიდევ ერთხელ ხაზგასმით რომ თუ ასე გაგრძელდა ჩვენ შეიძლება ახალი სერიები ვნახოთ და ესეც უკვე გასაკვირი არ იყოს ჩვენთვის თუ ვინმეს უპირს ის რაც ხდება დღეს, შეიძლება ესეც უკვე იმათ ფონზე, ან იმის ფონზე, რაც შეიძლება აწარმოხდეს, გაფერმთვალდეს და თავისი აქტუალობა დაკარგოს. მოვლენების რა განვითარების სცენარი არის ახლა, რასაც ხედავთ? თქვენ ამბობდით, რომ რაღაცნაირად ხედავთ საგარეო ვექტორის თუ რაღაც დასავლური ღერძის ჩანაცვლების გეგმას ქართული ოცნების მიერ. ეს თემა მინდა გავშალოთ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება ცდილობს, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, ღია წერილით მიმართავს დონალდ ტრამპს, დასავლეთში რაღაც თავს იწონებს თუ კი ვინმე მას გაესაუბრება, ხელს ჩამოართვევს თუ გამარჯვებას ეტყვის. შეიძლება ქმედებებში ეს სურვილი არ ჩანდეს, არაფერს არ ცვლიდნენ, მაგრამ რაღაცნაირად დასავლეთთან კავშირების დამყარება მათ უნდათ. თქვენ რას ხედავთ მათ სურვილებში? უნდათ კი? არ ვიცი, თქვენ რას ხედავთ? მოდით ჩავშალოთ, მაგრამ ჩავშალოთ ეთერის საჭიროებიდან გამომდინარე კომპაქტურად. რეჟიმი დემოკრატიული იქნება თუ არა დემოკრატიული, ყოველთვის ხაზს უსვამ, ამას სჭირდება რესურსი. როგორც დემოკრატია სჭირდება გარკვეული რესურსი, რომ დემოკრატიული წესწყობილება დაიცვას, ასევე არის არადემოკრატიულ რეჟიმებზე. ის პროცესი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დასავლური სტრუქტურებისგან ჩახსნა და ზურგის შექცევა, ან იზოლება, რომ მათ თვითონ თქვან პირველებმა, რომ თქვენ არ გვჭირდებით, ნებისმიერ რეჟიმს რაოდენ ავტორიტარული არ უნდა იყოს, ურესურსოდ ვერ დატოვებს. აი მე ვცდილობ ახლა ჩემი პასუხი სწორედ იქეთ განავითარო, რომ როდესაც მე ვთქვი, რომ რაღაც ჩანაცვლებადი გეგმა არის პროცესში და ამ ჩანაცვლებად გეგმას მე მაინც ფრთხილად უწოდე ქართული საგარეო და არა მარტო საგარეო, დღეს რამ გაყოს საგარეო და საშინაო, ერთი მეორის გაგრძელება არის ევრაზიული კონტენტით შევსება. სწორედ ეს კონტენტი უნდა ემსახურებოდეს დასავლური რესურსის, არადასავლური რესურსით ჩანაცვლებას. ამდენად ჩვენ ერთი რამ, რაც ასევე უნდა ვთქვათ, რომ ის სისტემა მაგიერი, რაც ჩვენ მივიღეთ, ეს არის დაფუძნებული ეგრეთ წოდებულ კლიენტელიზმის პრინციპზე, აქ კლასიკა არის ჟანრის, ანუ მონოლითურობა სისტემის, რომელიც შექმნილი არის და რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არ არის არც პარტიული კლასიკური გაგებით, მით უმეტეს არ არის სახელმწიფოებრივი, ეს არის რაღაცა კვაზი სინდიცირებული, რამდენიმე საქმეს ეყრდნობა. ერთი არის, თქვათ, აღემიცემობა, მეორე არის, თქვათ, კომპრომატი და მესამე არის შიში დასმენისა. აი ეს სამივე ელემენტი არის, რომ პრევენცია მოხდეს, რომ ვინმე რამე დაუშვებელი არ გააკეთოს, მაგრამ როდესაც მე რესურსზე ვსაუბრობ, ქართული სისტემა, მისი ეკონომიკური წარმომავლობიდან გამომდინარე არ არის იმდენად თვითკმარი,
რომ დასავლურისგან გამოსვლის შემთხვევაში არ ეძებოს რაღაცა ჩანაცვლება. ამიტომ ეს ჩანაცვლება სწორედ შეიძლება მოხდეს ევრაზიული კონტენტით, არის ამ სამისოთ კონკრეტული მექანიზმები, ინსტრუმენტები. ეს ჩანაცვლება ალბათ აბსოლუტურად ბუნებრივი იქნება, ვინაიდან ეხლა ძალიან ისე პროზაში რო ვისაუბროთ რესურსი თუ სისტემამ არ მიაწოდა რესურსის მესვეურებს ცხოვრების ჯობი იქცევა მგლების ხროვად და თუ ეს რესურსი არ არის ყოველთვის მიწოდებადი შესაბამისად შეიძლება მგლების ხროვამ როდესღაც მათი რისხვა მიმართოს ხროვის ლიდერშიპისკენ ან წინამძღოლ ამდენად კიდევ ერთხელ ვამბობ რა რომ ეს ვაკუუმში ვინაიდან ჩვენ ვშორდებით დასავლეთს მაგრამ ეს ჯერჯერობით არის განცხადებების დონეზე და მე კიდევ ერთხელ არ მტოვებს განცდა იმისა რომ ამის გაფორმალურება გარკვეული სამართლე პოლიტიკური დეკლარირების ზით აუცილებლად მოხდება ეს არ იქნება მხოლოდ დეკლარირება ჩვენ არ გვინდა დასავლეთი ეს იქნება სხვა ვორდინგი სხვა ინიციატივა სხვა პროექტი რაცაც შეიძლება თქვათ ან 3+3 ან ბრიქსის თაობაზე თქვათ განცხადებების გაკეთება მოკლედ ეს კონტენტი უნდა შემოვიდეს აუცილებლად იმიტომ რომ ასეთი თვითკმარობა ეგრეთ წოდებული თვითკმარობა თუ მონოლითურობა იმ სისტემისა გარკვეულ ახალი რესურსის მოწოდებას უნდა ემსახურებოდეს ეს რესურსი თვითონ მათ მესვეურებს უნდა მიეწოდოს იმიტომ რომ სხვაგვარად მონასტერი აირება და ეს ხდება იმიტომ რომ არ გამოსდის დასავლეთთან ახლა ურთიერთობა, ანუ სურდა და ასე შეიძლება ჩვენ ნახეთ, ესე იგი ქართული, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება მე ყოველთვის ამ ხაზს უსვამ ჩვენ კლასიკურ პარტიულ სტრუქტურაზე საუბარი არ გვაქვს. ეს არის გავლენათა ჯგუფის სხვადასხვა გავლენების გარკვეული სინდიკატი. ძალაუფლება ხომ არ არის მხოლოდ ფორმალური გასხივოსნება კონკრეტულ ინსტრუმენტებში ან ინსტიტუტებში ეს არის სხვადასხვა გავლენები არაფორმალური საქმიანი კრიმინალური ეს არის სწორედ ესე ვთქვათ თაიგული რასაც ჩვენ დღეს ვეძახით ქართულ ოცნებას და რეალურად კიდევ ერთხელ ვამბობ რაღაც ვთქვათ აი კვაზი წარმონაქმნიარი ეხლა ეს წერილი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არა პრემიერის კობახიძის წერილი ქართული ოცნების პრემიერის წერილი და არა საქართველოს პრემიერის წერილი ერთგვარად მიუთითებს იმაზე რომ ცდელობა ერთი დიდი მსუყე ეტაპისა იგივე ტრამპთან ურთიერთობის დალაგების გარკვეულწილად შეჯამდა ქართული ოცნების მხრიდან არა პირდაპირ იქნება პირდაპირი აღიარებით რომ მიუხედავად იმ რესურსისა რომელიც დაიხარჯა არა მარტო ძალისხმევის კუთხით არამედ ფულის კუთხით კონკრეტული ფულადი რესურსის კუთხით შეჯამდა როგორც წარუმატებელი ეს კიდევ ერთხელ ვამბობ არ ნიშნავს რომ ეს მცდელობები არ გაგრძელდება მაგრამ აი თუ ჩვენ დავყოფთ გარკვეულ ეს ვთქვათ ეტაპებად ქართული ოცნების დამოკიდებულებას იგივე დასავლურ სამყაროსთან ალბათ პირველი ეტაპი ეს იყო ბალანსირების და გარკვეულწილად შეიძლება კომპაქტური მცირერიცხოვანი ერების გადმოსახედიდან რომლებიც ასეთ რთულ რეგიონში არიან ბალანსირება იყოს რაღაც მომენტში გასაგები მით უმეტეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მაგრამ ბალანსირება დამთავრდა იქ როდესაც აი ცნობილი 12 პირობა შემდეგ უკვე 9 პირობა როდესაც დაემუქრა ჭალებში დაემუქრა ხელისუფლებას რომ ის გამხდარი იყო ანგარიშვალდებული ის გამხდარი იყო ღია შესაბამისად ეს ღიაობა და ანგარიშვალდებულება ნიშნავდა არა მარტო ძალაუფლებაზე უარის თქმას, არამედ იმ რესურსთან დამშვიდობებას. შემდეგ უკვე ეს პოლიტიკა გადავიდა გამოვაჭრების პოლიტიკაში. და როდესაც გამოვაჭრების პოლიტიკამაც განიცადა წარუმატებლობა, ეხლა ამ წერილში მე პირადად უკვე ვხედავ შანტაჟის ელემენტებს. აი ესე ხდება ევოლუციონირება, ჩემი გადმოსახედით, ჩემი შეფასებით, საგარეო, ეგრეთ წოდებული საგარეო კურსის ქართული ოცნების. და როგორც ამბობთ, რომ არ იქნება ასე სიტყვიერი დეკლარირება, რომ ჩვენ არ გვინდა დასავლეთი, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ თქვან, რომ დასავლეთს არ უნდა, დასავლეთი ამბობს უარს. იდეალურ ვითარებაში ეს ჩემი დაშვება არის რუსუდან მე თავს ვერ დავდებ იმაზე რომ ეს ასე იქნება მე და თქვენ აქ ვზივართ და ვჩვენთ ამ თემაზე მაგრამ დაშვება არის ისეთი რომ იდეალური გამოსავალი იდეალური შემთხვევა იქნება თუ დასავლეთი პირველი იტყვის ამის თაობაზე ის იმდენად გამოიფიტება ამ განცდებით მისი სიყვარულისა და დამოკიდებულების საქართველოს მიმართ პირველი განაცხადებს ან გარკვეული გარემოებები ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები ან ქვეყნის გარედან მოხვეული გავლენები აიძულებს ქართულ ოცნებას რომ გააკეთოს დეკლარირება სხვა კურსით დასავლური კურსის ოფიციალური ჩანაცვლების თაობაზე.
აი ამ პირობებში თუ კი პროცესები აქეთკენ მიდის, ასეთი შთაბეჭდილება გექნებათ, დასავლეთისგან იზოლაცია, თუ ის რომ კომუნიკაციაზე მაქსიმალურად ამბობენ უარს, თუ არა საერთოდ ქართულ ოცნებასთან, არის ქვეყნისთვის შედეგიანი, იმიტომ რომ თუ კი მას არ ესაუბრებიან, ანგარიშვალდებულების განცდაც ალბათ მინიმუმამდე არის დაყვანილი ქართული ოცნების მხრიდან, ეს შედეგიანია? ხო, ნახეთ, ესე იგი, ერთი საკამათო თეზა მინდა შემოვიტანო, რომ ქართული პოლიტიკა იმის გათვალისწინებით თუ რაც ხდება მსოფლიოში, მრავალვექტორულობას ვერ აცდება. მრავალვექტორულობა ნიშნავს არა მარტო დასავლეთთან ურთიერთობას, არამედ სხვა გეოგრაფიებთან ურთიერთობას. სხვათაშორის, როდესაც ჩვენ ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ ნაკლზე ვსაუბრობთ, ეს ერთ-ერთი ნაკლი არის ის, რომ ის არ ესაუბრება იმ გეოგრაფიებს, სადაც ოცნება ეძებს ალტერნატიულ ჩანაცვლებას. არადა ეს აუცილებლად საწარმოებელი სამუშაო არის. იმდენად იცვლება მსოფლიო, კიდევ ერთხელ ვამბობ, მისი დაყოფა თეთრ და შავ ფერებად მეტად არის წარმოუდგენელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვექტორების დაალაგებისა შენ არ გქონდეს შენი პრიორიტეტები. რა არის დასავლეთი ჩვენთვის? აი კიდევ ერთხელ რომ ახსნათ. დასავლეთი არ არის მხოლოდ გეოგრაფია. დასავლეთი არის გარკვეული პრინციპების ერთობა. დასავლეთი, რომელიც დღეს იდეალურ ვითარებაში არ არის და დასავლური დემოკრატია, რომელიც ჯერ კიდევ იჩემებს თავს, რომ იპოზიციონიროს როგორც დასავლეთი, ასე თუ ისე ჩვენთვის წარმოადგენს ერთგვარ, ესე ვთქვათ, აი განვითარების, არა მარტო ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების, არამედ განვითარების წინაპირობას, იმიტომ რომ განვითარება ქართული სახელმწიფოსი შეიძლება მოხდეს მხოლოდ თავისუფალ გარემოში, თავისუფალი მეწარმეობის პირობებში, თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრების პირობებში. ჩვენ არ ვართ რუსუდან იმდენად რესურსული ქვეყანა, რომ ჩვენ დავკმაყოფილდეთ სანახევროთი. ჩვენ სანახევროთ ვერ დავკმაყოფილდებით. ჩვენ ან უნდა ვიყოთ ბოლომდე თავისუფალი, ან ჩვენ სადღაც შუაში გაჭედილი სისტემებს შორის, ან მართვის რეჟიმებს შორის ვერ ვიქნებით. ასეთი არის არჩევანი, ამიტომ დასავლეთთან დაკავშირებით მე ხშირად ასეთ ტერმინს ვიყენებ დასავლური მატრიცა. არა დასავლეთი ტრადიციული გეოგრაფიული გაგებით, არამედ დასავლური მატრიცა. აი ეს არის სწორედ ის არჩევანი, რომლის ჩაბარებაც ბოლო 30 წლის განმავლობაში თუ 34 წლის განმავლობაში ქართულ სახელმწიფოს უწევს თითი დღე, ხან შედარებითი წარმატებით, ხან კიდევ წარუმატებლად. და აი ამ ისტორიულ მეხსიერებას რა ბედიელის, ან რას უპირებს ამ მეხსიერებას, თუ კი ქართული ოცნების მიზანი არის დასავლური რესურსის ჩანაცვლება სხვა რესურსები. ეხლა ზოგადად ისტორიის განვითარება სინუსოიდური არის და ბნელ ეტაპს ანაცვლებს შედარებით პოზიტიური, ნეგატიურ ეტაპს ანაცვლებს პოზიტიური ეტაპი. მე უბრალოდ ერთი რამ აფიქრებს, რომ თუ ასეთი ჩანაცვლება იმ ვექტორისა, რასაც დასავლური მატრიცა ქვია, ამ ტერმინს თუ კიდევ ერთხელ ჩავეჭიდები, მოხდება რომელიღაც სხვა ალტერნატივით, ევრაიზაცია მოხდება, ხო, ქართული საშინაო და საგარეო თხის წესრიგის, არა მარტო პოლიტიკის, არამედ ცხოვრების წესის. აი ჩვენ თუ დაუკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და რამოდენა ზურგის ქარი არის ქართული ოცნების მისამართით, იმიტომ რომ ის, რასაც ქართული ოცნება დღეს აკეთებს, ეს არ არის გამონაკლისი. ასეთი მიდგომა დღეს არის მსოფლიოს მრავალ წერტილში. უბრალოდ ჩვენი არჩევანი არის უარჩევანო. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება რომ შევეგუოთ და მომლოდინე მოთმინების რეჟიმში ვიყოთ, რომ ამ უარყოფით ეტაპს ჩაენაცვლება დადებითი, იმიტომ რომ ეს ჩვენი რეზისტენტულობა, ჩვენი მედეგობა ამ ხრივ შეიძლება ძალიან შესუსტეს და კიდევ ერთი თქვათ ელემენტი, რომ როდესაც ასეთი ჩანაცვლება მოხდება ერთი ეტაპისა მეორე ეტაპით, აქ მხოლოდ დემოკრატიულობაზეც საუბარი არ არის რუსუდან, არამედ მოდით კიდევ ერთი ტერმინი, რამდენად კონკურენტული ვიქნებით ჩვენ როგორც ერი და სახელმწიფო, რომ ტექნოლოგიურად, ეკონომიკურად, სამრეწველო გაგებით და სხვადასხვა სფეროებით, ხო, ჩვენ შევდგეთ როგორც გლობალური საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი. აი ამით შემოვიფარგლებით ჩემს პასუხში, რომ თავარი ხარბეზი ალბათ, თავარი ნაკლი გარდა სხვა არაერთგზის შეფასების არის ის, რომ ამ ფორმაციის მმართველობის პირობებში ქართული სახელმწიფოს სუბიექტუნარიანობა ჩაკვდა. ეს იგრძნობა არა მარტო რეგიონალურ მასშტაბში, არამედ რეგიონის მიღმაც. არის სხვადასხვა წყაროები, არის სხვადასხვა კომუნიკაციები, არის სხვადასხვა ურთიერთობები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ განიხილება არა სუბიექტად, არამედ ობიექტად.
აი ახსენეთ 3+3 ბრიქსი, ანუ თქვენ ხედავთ აქ რაღაც წინაპირობები, რა გიქმნით ამ შთაბეჭდილებას, რომ შეიძლება პროცესი აქეთკენ წავიდეს? ის რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ ამ წუთამდე. კი ბატონო, ანუ კონკრეტულად მათი განცხადებები თუ გარკვეული ალტერნატივა და ალბათ თუ ჩვენ მანდამაინც აი ვთქვათ კონკრეტიკას ჩავეძიებით, არის მოწოდებები ჩვენი უშუალო სამეზობლოს მხრიდან, ну დავკონკრეტდებით, ახლა პრინციპში აქ დასაკონკრეტებელიც ალბათ დიდად არაფერია, იმიტომ რომ ეს სამეზობლო უხვი არ არის. რომლებიც მოგვიწოდებენ ჩვენ რომ ეს ნაბიჯი იქნეს გადადგმული. ამავე დროს ჩვენ ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების თუ არა ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების პროპაგანდაში ხშირად ხედავთ მსჯელობას არა მარტო 3+2, 3+3 გარდაქმნის ავკარგიანობაზე, არამედ ბრიქსის ავკარგიანობაზეც. ასე რომ აი ეს ორი ხაზი შეიძლება ჩვენ გვაძლევდეს იმის საშუალებას, რომ აი ასე თამამად, უბრალოდ თამამად არა, ასე მოგუდულად საუბრობდეთ ასეთი ვექტორის გაფორმალურებაზე. კიდევ ერთი რუსუდან აი ერთ წუთში ჩავატებ ჩვენ პასუხს, აი როდესაც ჩვენ სუბიექტზე და ობიექტზე საუბრობდით და სუბიექტუნარიანობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ რეგიონში გადამწყვეტი ხმა ვერ გვექნება, მაგრამ აუცილებელი არის, რომ ჩვენ რეგიონში მიმდინარე პროცესებში თანამონაწილის ხმა გქონდეს. ეს არის ჩვენი ფუნქციონალურობა, ეს არის ჩვენი სარგებლიანობა. თუ ქვეყანა არ არის კონკრეტულ პროცესებში კონტრიბუტორი და ჩვენ ამის მაგალითი გვაქვს, როდესაც 90-იან წლებში ასეთი თანამონაწილეობის პოლიტიკა ყალიბდებოდა საქართველოში, მერე მან თავისი გაგრძელება პოვა და დღეს პრაქტიკულად ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ, კონტრიბუტორიდან მხოლოდ მომხმარებლის სტატუსში გადასვლა არის მომაკვდინებელი არა მარტო უსაფრთხოების სისტემისთვის და უსაფრთხოება არის ფართო გაგებით, ეს არ არის მხოლოდ სამხედრო, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს არის ასევე ეკონომიკური, სოციალური, არამედ ქართული სახელმწიფოს რისთვის კონკურენტუნარიანობისათვის. აი როგორ ფიქრობთ რა შეაჩერებს ამ პროცესს ან სად წყდება ქვეყნის შიგნით აი ამ წინააღმდეგობრივ პროცესში ქუჩაში ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს თუ ქვეყნის გარეთ რეაგირება სანქციები აი რა არის ის რაც ახდენს გავლენას ან მოახდენს გავლენას პროცესზე და მათ შორის ქართული ოცნების მიზნებზე თუ კი ეს არის მათი მიზნი როგორი დიდი სურვილი მაქვს ორიგინალური პასუხი ჩამოგიყალიბოთ განსხვავებით იმ პასუხისა რასაც არაერგზის მოისმენდით რომ ყველა ერთად რომ ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა, ქვეყნის გარედან წინააღმდეგობა, მოდით ესე ვთქვათ რა. თუ ჩვენ ჯანსაღ ინტრიგას შემოვიტანთ და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ინტრიგას. ჩვენი პარტნიორები შეძლების დაგვარად აკეთებენ მაქსიმუმს იმისა, რისი გაკეთებაც შეიძლება. თუნდაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთან მიმართებაში მიმდინარე მოვლენები ცხადად კითხვაზე პასუხს აყალიბებენ. ჩვენ რჩებით თუ არა ჩვენი ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში ფორმალურ და სტრატეგიული პარტნიორის რადარებზე თუ არა. ამ მხრივ ჩვენ პასუხი ასე თუ ისე გვაქვს. ასევე პასუხი გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ახლა გადმოვინაცვლოთ ქვეყნის შიგნით. ჩვენ გვაქვს საზოგადოების სამაგალითო აქტივობა, მაგრამ ჩვენ რატომღაც ყოველთვის უკმაყოფილებას ვიტოვებს ოპოზიციური სპექტრი. და ახლა ინტრიგა რაში მიდოდა, რომ ამ მხრივ მიდოდა, რომ შემოვეტანა ჩვენი სურვილი ის კი არ არის უკვე და ის კი არ ქმნის მარტო საკმარისობის განცდას, რომ ქვეყანას ოპოზიცია ყავდეს. ოპოზიცია ოპოზიციის გამო ეს ის მედლის მეორე მხარე არის, რომელიც შეიძლება მედლის პირველ მხარესთან ნებსით უნებლიე თანაარსებობდეს. ქვეყანას სჭირდება ალტერნატივა. აი ოპოზიციასა და ალტერნატივას შორის არის ერთი ძალიან დიდი უზარმაზარი განსხვავება. მე მრჩება შტაბეშტილება კიდევ ერთხელ ძალიან დიდი პატივისცემით არაერთი ოპოზიციური ლიდერის თუ მოღვაწის მიმართ, რომ კი ჩვენ გვყავს საკმაოდ ომახიანი ოპოზიცია, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ჩამოვაყალიბეთ ქმედითი ალტერნატივა. ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს პირველ რიგში ეშინია ქმედითი ალტერნატივის, მაგრამ არ ეშინია ხმაურიანი ოპოზიციის. ალბათ ეს ახლა თუ ძალიან ისე თქვათ ისეთ რთულ კონსტრუქციაში არ ჩამეთვლება, ალბათ ოპოზიციამ ვერ გადალახა ჯერჯერობით აი ეს საფეხური, ეს ბარიერი, რომ იქცეს ქმედით ალტერნატივად პირველ რიგში ქართველი ამორჩევის თვალში. აი როცა ეს მესმის ხოლმე, ასევე მესმის სხვათა შორის პოლიტიკოსების მხრიდანაც რა შემომთავაზებ. როგორ შეიძლებოდა ოპოზიციის აი ამ შემადგენლობით აი ასეთი ველი გვაქვს ოპოზიციაში ქმედითი ალტერნატივის შექმნა
რას შემოგთავაზებს ვინ, ოპოზიცია რა შესთავაზებს? ვინც გამოხატავს უკმაყოფილებას მათი, ასე ვთქვათ, მათი პოლიტიკის მიმართ, აბა რას თავაზობთ მათ? ესე იგი, თქვენი კითხვა უნებლიეთ მიმართული არის იქეთკენ, რომ მე არა მარტო ქართული ოცნება გადავიკიდო საბოლოოდ, რომელიც გადაკიდებული მყავს, არამედ ქართული ოპოზიციაც. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება. თუ ამოცანა და მიზანი არის, რომ საკუთარი თავი დაინახო პროცესში, მაშინ შეგვიძლია ვიაროთ ამ რეჟიმით. მაგრამ თუ მთავარი საზრუნავი არის მივახციოთ შედეგს, მაშინ საკუთარ თავს კრიტიკულად უნდა შევხედოთ პროცესში და შეიძლება მივიდეთ იმ დასკვამდე, რომ ამ პროცესის თანამონაწილენი ჩვენ მეტად ვერ ვიქნებით. ყოველ შემთხვევაში მინიმუმ იმ სტატუსით, რა სტატუსითაც ვართ. ეს არის ძალიან ცუდი ნათქვამი, უსიამოვნო, მწარე, მაგრამ დღეს ჩვენ მოწონება დაწუნების და პერსონალური, ეს ვთქვათ, გულის მოგების ფუფუნების საშუალება არ გვაქვს. დრო მუშაობს არასაჩვენოდ. კი ბატონო. კეთილი, მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა ვიქტორ ყიფიან, საინტერესო იყო. მე თქვენ დაგემშვიდობებით. ჩვენ რეკლამაზე გავდივართ.